გამარჯობათ. ვიმყოფები მესტიაში. დღეს არის 2026 წლის 10 ივნისი. როგორც მოგეხსენებათ, დაიძაბა ვითარება ირანის მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები, სადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებდა გარკვეული დროით, მაგრამ რომელზეც მე არაერთხელ ვილაპარაკია, რომ საკმაოდ მყიფედ გამოიყურებოდა, კვლავ განახლდა, ფაქტიურად კვლავ განახლებულია. მაგრამ სანამ აღნიშნულ საკითხებზე და სხვა საკითხებზე გადავიდოდე სასაუბროდ, მინდა მოგიწოდოთ იმათ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებრივად სასარგებლოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ თქვენ და უფრო მეტ ადამიანს უფრო მეტი წვდომა რო გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დაიძაბა ვითარება ირანის მიმართულებით. გუშინ ირანის მიერ ჩამოგდებული გუშინ ორმუზის სრუტის სიახლოვეში, აგერ ორმუზის სრუტე მოგეხსენებათ, ორმუზის სრუტის სიახლოვეში ჩამოგდებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო ვერტმფრენი აპაჩის ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი, რასაც მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იერიშების მიტანა ირანის ტერიტორიაზე. ხოლო დღეს ირანის მხრიდან იერიშები იქნა მიტანილი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე იორდანიასა და ქუვეითში. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ უკვე საკმაოდ დაძაბული ვითარება ამ ეტაპისათვის საბრძოლო მოქმედებები განახლებულია და მიმდინარეობს ერთმანეთზე შეტევები, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები უტევს ირანის ტერიტორიას, ხოლო ირანი კიდე დრონებითა და რაკეტებით ახორციელებს შეტევებს რეგიონში არსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე. ვინც აქ ამ პლატფორმაზე ჩემს აქტიურობებს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ მე არაერთხელ ვილაპარაკია იმაზე, რომ ის ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც იყო ზემოხსენებულ კონფლიქტის მიმართულებით, საკმაოდ მყიფედ მიმაჩნდა. გამომდინარე სხვადასხვა ფაქტორებიდან. და ახლა მე მინდა ამ ფაქტორებთან დაკავშირებით გელაპარაკოთ. ჯერ ერთი, აქ ზემოხსენებულ კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტა იმიტომ იყო მყიფე, რომ როდესაც დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ირანის რეჟიმის მხარდასაჭერად, ირანის რეჟიმის უახლოესმა მოკავშირემ ხეზბოლამ ლიბანის ტერიტორიიდან დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ისრაელის მიმართულებით. და შემდეგ იქიდან მოყოლებული ზემოხსენებული მიმართულებით სერიოზული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ისრაელის მიერ დაკავებული არის სამხრეთ ლიბანის გარკვეული ტერიტორიები, რომელთან დაკავშირებითაც ისრაელი აცხადებს, რომ მას ამ ტერიტორიების დაკავება სჭირდება იმისათვის, რომ შექმნას უსაფრთხოების ზონა, რომ შეამციროს რისკ ფაქტორი ლიბანის მხრიდან ხეზბოლას მიერ ისრაელის ტერიტორიებზე შეტევისა. და მთელი ამ ხნის განმავლობაში მცირედი პაუზების თუ არ ჩავთვლით, რაც ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა ამერიკასა და ირანის შორის, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა და ისრაელი ახორციელებს სერიოზულ საკმაოდ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ლიბანის ტერიტორიაზე, ასევე ჰეზბოლას მხრიდან მიმდინარეობს შეტევები ისრაელის ტერიტორიებისა და ეს ყველაფერი თავისთავად სერიოზულ რისკ ფაქტორს ქმნიდა იმისი, რომ ირანსა და ამერიკას შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დიდხანს არ გაგრძელებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ის რომ ჰეზბოლა ირანის დღევანდელი რეჟიმის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა, რა თქმა უნდა, როდესაც იქ სამხედრო მოქმედებები გრძელდებოდა, ირანის მხრიდან ზემოხსენებულ სამხედრო მოქმედებებში არ ჩარევა, ეს თვითონ ირანის დღევანდელი რეჟიმის რეპუტაციაზე, მის მოკავშირეებში შეიძლება მის რეპუტაციაზე სერიოზულად უარყოფითად იმოქმედებდა. გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი ის ასე ვთქვათ, არ ჩაერთვებოდა ჰეზბოლას მხარეზე და ხშირად იყო ირანის მხრიდან ასეთი განცხადება, რომ თუ იქ არ შეწყდება ომიო ჰეზბოლასა და ისრაელის შორისო, მაშინო ვერ მოხერხდებაო ცეცხლის შეწყვეტა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორისო. გარდა ამისა, კიდევ არის სხვადასხვა ფაქტორები, რაც ნაკლებ სავარაუდოდ ხდიდა ირანსა და ხდის ირანსა და ამერიკას შორის, ხდიდა ამერიკასა და ირანს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის საიმედოობას. კერძოდ ის, რომ მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ
ვენესუელის ტერიტორიაზე ჩატარდა უპრეცედენტო ოპერაცია, რის შედეგადაც დაპატიმრებული და ამერიკის ციხეში იქნა გადაყვანილი ნიკოლას ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაახლოებით იმ პერიოდში დაიწყო საპროტესტო აქციები, მასშტაბური საპროტესტო აქციები ირანში. მაშინ ტრამპმა მოუწოდა ირანის მოსახლეობას, რომ გამოსულიყვნენ ქუჩაში და მათ შეპირდა დახმარებას, თქვა რომ დახმარება გზაშიაო და ირანის რეჟიმი კი გააფრთხილა, რომ თუ კი სისხლს დაურიდნენ, მაშინ ასეთ შემთხვევაში ის შესაბამისად იმოქმედებდა. მოგეხსენებათ, რომ იქ სასტიკი ჩახშობა მოხდა საპროტესტო აქციების, ლაპარაკი არის საერთაშორისო მედია და საერთაშორისო ექსპერტები ლაპარაკობენ 10,000-ობით დაღუპულზე და ამის შემდეგ დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია, როგორც მოგეხსენებათ ირანში. ახლა შეხედეთ, მართალია ამერიკის შეტევების შედეგად მოკლული იქნა ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და ასევე მოკლული იქნა ირანისა და ისრაელის შეტევების შედეგად ირანის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობის არაერთი პირი, მაგრამ მიუხედავად ამისა ირანში რეჟიმი ამ ეტაპისათვის ყოველ შემთხვევაში ჯერ კიდევ არსებობს, ანუ არ არის შეცვლილი. არათუ არ არის შეცვლილი, არამედ უფრო სასტიკი რეჟიმია ახლა იქ. მაგალითად, უკვე დაახლოებით 4 თვეა, 4 თვეზე მეტია უკვე. 4 კი არა, იანვრიდან 5 თვეა უკვე გასული. რაც ინტერნეტით თითქმის მთლიანად გათიშულია. წარმოიდგინეთ 90 მილიონიანი ქვეყანა დაახლოებით ინტერნეტის გარეშეა ძირითადად. და რეჟიმი არის და სხვადასხვა ინფორმაციები არსებობს, რომ იქ ტარდება სხვადასხვა ოპერაციები ქვეყნის შიგნით სპეცრაზმების გამოყენებით და ასე შემდეგ და ვის როგორ შიან, ვის ხოცავენ, არავინ საკმაოდ დახშულია იქიდან ინფორმაცია. გარდა ამისა, რეჟიმი ისევ დარჩა ამ ეტაპისათვის ყოველ შემთხვევაში. გარდა ამისა, ბირთვული განიარაღება, რაზეც ლაპარაკი არის, ბირთვული განიარაღებაც ის რომ მოხდეს სრული ბირთვული განიარაღება ირანის, ისე რომ უკვე თემას აღარ იყო იმისი რომ თქვა არის თუ არა რისკ ფაქტორი რომ ირანის შექმნის ბირთვული იარაღს, ამ თემაზეც არანაირი პროგრესი არ არის. და მხოლოდ ის რომ რაზეც მაგალითად ტრამპი აკეთებს აქცენტს რომ ორმუზის სრუტე გაიხსნას და ამის სანაცვლოდ მოხდეს ამ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, მაშინ რა თქმა უნდა ამას ამერიკული საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელოვანი ნაწილი არ მიიღებს. გამომდინარე იქიდან რომ ორმუზის სრუტე გახსნილი იყო საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც და მაშინ თავისთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში დადგება საკითხი, ორმუზის სრუტე მანამდეც გახსნილი იყო და აბა მაშინ ამ საბრძოლო მოქმედებების დაწყების არსი და მიზანი რა იყო? თან ეს იმ პირობებში, როდესაც ამ წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი არის კონგრესის არჩევნები. როგორც მოგეხსენებათ, კონგრესი არის ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტი. ანუ ნოემბერში უნდა იქნას არჩეული კონგრესის ქვედა პალატის, ანუ წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა და ზედა პალატის, ანუ სენატის დაახლოებით 1/3 განახლება უნდა მოხდეს. და იმ ვითარებაში, როდესაც ისედაც სერიოზულად არის დაცემული ტრამპის რეიტინგი, რასაც ადასტურებს გასული წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული გუბერნატორების, მერებისა და სხვადასხვა სახის არჩევნები, რა დროსაც დემოკრატიულმა პარტიამ მნიშვნელოვანი უპირატესობით მოუგო რესპუბლიკურ პარტიას, რომელსაც წარმოადგენს დონალდ ტრამპი, ანუ მნიშვნელოვანი უპირატესობით მეგულისხმობ დემოკრატიული სახელმწიფოების საზომით უპირატესობით მოგება, სადღაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში ახლა ის არ ხდება როგორც ავტორიტარულ და ჰიბრიდულ ქვეყნებში რო ხდება, რომ 80% და 70 და 90%-ს იღებს ზოგიერთი მართველი ძალა ან პიროვნება. ხო და ამან დაადასტურა რომ სერიოზულად არის დაკლებული ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით დონალდ ტრამპის რეიტინგი. ხოლო ის რომ საერთაშორისო და გარდა ამისა საერთაშორისო ასპარეზებს მნიშვნელოვნად არის მისი რეიტინგი დაკლებული და ამას ადასტურებს ის მაგალითად უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მიუხედავად ტრამპის მიერ პირდაპირ მხარდაჭერისა ვიქტორ ორბანმა და იმ პარტიას, რომელსაც ის წარმოადგენს, ფიდესმა გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთში. და ამ ყველაფრის ფონზე ახლა ტრამპმა რომ ასე დაამთავროს ირანში ომი, რომ მხოლოდ ორმუზის სრუტე გახსნას და ვერც ირანის რეჟიმის შეცვლას მიაღწიოს და ვერც ირანის ბირთვულ განიარაღებას, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ის პასუხს მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების ამ მომრჩევლებისაგან ამ წლის ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებზე და რა თქმა უნდა ეს ფაქტორიც სერიოზულად ართულებს იქ ირანის მიმართულებით კონფლიქტის დამთავრებას. ახლა რა სიტუაცია მიდის სოფლიოში მიახლოებით მონახაზი რო გავაკეთო. ახლა შეხედეთ, მას შემდეგ რაც უკრაინაში პუტინმა დაიწყო პირდაპირ და ფართომასშტაბიანი საბრძოლო პირდაპირ და ფართომასშტაბიანი ომი, ის ვერ ახერხებს უკრაინაში გამარჯვებას.